აი თქვენ ხარ ჟურნალისტი, მე თქვენ გეკითხებით. აი რატო უნდა მოუგოთ ჩვენ შოტლანდიას, რატო უნდა მოუგოთ ირლანდიას, რატო უნდა მოუგოთ პოლონეთს, თუმცა საერთოდ გერმანიაზე ზედმეტია ლაპარაკი. აი რატო? რა გვაქვს ჩვენ ამაზე უკეთესი რა? რატო მოუგო ალბანეთმა პორტუგალიას მაშინ? და ალბანეთს რო გადახედენ, აი იცი რა არის, აი ყველანა იცი რა არის, მე თქვენ გეკითხებით რაღაცაზე, თქვენ გინდათ რომ გამოიძვრინოთ თავი, გაიგე? არა, მე არ გამოძვრინე. აი იცი რა არის, აი ყოველთვის მე კონჩე კითხვას არა, ალბანეთმა იცი რა მოუგო. გადახედეთ ალბანეთის ფეხბურთელები სათამაშობენ რა და დაინახავთ სათამაშობენ. იტალიაში, გერმანიაში და იმენ გუნდით რატო მოუგეთ ჩვენ? რატო მოუგეთ? თქვენ იცი რა არის, აქ ყოველთვის რომ მოვდივართ, ხო? სულ ყოველთვის იმას ვთქვით, რომ რაღაცნაირად პრობლემები შეგვიმართ. იქ არა რომ დაეხმაროთ ნაკრებს. იგივე პრეს კონფერენციაზე რომ მივდივარ და რაღაცა, ხო? აქ მოვდივართ, მე მინდა საქართველოს ნაკრებს ვითამაშოთ, ვილაპარაკოთ, მეუნები, სომხეთზე მეუნე მელაპარაკებით, მელაპარაკებით იმაზე, რა ქვია, იმას ალბანეთზე. ოთო, რამდენჯერ გითხარი, მიეცი ამას ერთი მოუდანე რა, ის სომხეთის საქართველოს სომხეთის და 7-0 რომ მთელი სომხეთი რო დამბძევდა რა. თავის ხაჩატრიანებით, მელიქიანებით და მინასიანები და რა ვიცი ვინები არ იყვნენ რა. მოუდანე დაანახე და ის თამაშის რა ქვია? ხო თამაში ხო? ხო, ნანახი. 7-0 რა, განახი რა? კი, რა თქმა უნდა. ხო და რატო? რატო? არა, მე თქვენ არა, მაგას გეუბნები ზუსტად და თქვენ არ გინდა თქვენ ახლა იძახით რომ რატო უნდა ხას ატყუებთ, გაიგე? რატო ვატყუებთ? ატყუებთ, იმიტომ რეალობას არ უხსნით ხალხს. რა რეალობა უნდა უხსნით? რეალობას არ უხსნით, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ შოტლანდიასთან და წავაგეთ, კარგად ვითამაშეთ ირლანდიასთან და წავაგეთ. რატო ხო და რატო გეუბნებ, რატო? აი ამიხსენი შე რატო? ხო ხარ ჟურნალისტის ფეხბურთის ჟურნალისტი ხარ. ამიხსენი რატო? რა გვაქვს ჩვენ ქვეყანას იმაზე უკეთესი? ქვეყანა იმაზე უკეთესი არის, ჩემპიონატი იმაზე უკეთესი არის, უკეთესი ფეხბურთელი, უკეთეს გუნდებში თამაშობენ, უკეთეს ჩემპიონატში თამაშობენ. რატო? რა არის? აბა ის ხوار არის ახლა. ერთი წამით. ფეხბურთის მართველი არის ფეხბურთის ფედერაცია, ხო? ის არის ვალდებული საქართველოს ჩემპიონატზე. როცა გამოდიან სპეციალისტების უმრავლესობა და ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს 16 გუნდიანი ჩემპიონატი კიდევ უფრო უკან დაწევს უამრავმა სპეციალისტმა უდიდესი. ხო და აი ზუსტად ეგ არის, აი თქვენ შეყავთ შეცდომაში. ეხლა ვინც ჩვენ გვიყურებთ, იმიტომ რომ იმ 16 გუნდიდან რო დაამატეს 4 გუნდი, ხო? ეს არის სანტრედია, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ბათუმი, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ქობულეთი, რომელსაც პრობლემა არ აქვს და კიდევ ვინ არის მეოთხე გუნდი ფოთი, იმასაც პრობლემა არ აქვს. დამარცხებსა, კაი, ეს ის არის რა. მათაც პრობლემები აქვს, არ არის დალხინდები. ხო, მე ვისი ბრალი, ფედერაციის ბრალი რატო არის? გამაგებინე. ვინ დაამატა გუნდების რაოდენობა? ბიჭო, გეუბნები შეკაიგაცო რომ იმ ფედერაციის რო დაამატა იმ გუნდის პრობლემა არ აქვს რა. აი თქვენ ახლა იცი რა არის, აი ზუსტად ეგეთ პრობლემებს ვქნით, გაიგე? აი ფეხბურთში, გინდათ რომ ქართულ ფეხბურთში ჩაიშალოს, გაიგე იცი რატო? რომ იქ ფეხბურთის ფედერაცია არის გადააბრუნოს ვიღაცამ და ვიღაცამ მოვიდეს იმ ფეხბურთის ფედერაციაში. ამასაც ფიქრობ, პრობლემა რას ნიშნავს? ბათუმის სტადიონი არ აქვს, სტადიონი არ აქვს. პრობლემა არ აქვს, რას ნიშნავს? ბათუმის მე ვინ აკეთებს ამ სტადიონებს? ვინ აკეთებს ხო ფეხბურთის ფედერაცია არა ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს სტადიონს არ უნდა გააკეთოს და პრობლემა არა შენ რო იძახი რომ ფეხბურთი გინდა გაანვითარო ხო ეს იმას იანიშოს მარტო თბილისში ვითამაშოთ ფეხბურთი ეს იმას ნიშნავს რომ თელ საქართველოში ვითამაშოთ ფეხბურთი და უნდა გააკეთოს იმ ხალხმა ვინც უნდა ვისი გასაკეთებელიც არის იმან უნდა გააკეთოს თქვენ აქ იმას მეუბნებით თელი 5 თვე არის აქ გუნდები უფულოდ არიან ხელფასი არავის არ აქვს რა. არა, დამანთავრებინე რომ მისა რა. ფული რო არ აქვს. იმიტომ რომ ხალხმა ვიღაცებმა თქვეს, შეპირდნენ რომ ჩვენ ფულს მოგცემთო. შენ რო ხარტოს შეპირდები ახლა ფულს მოგცემ, ხო, ვინც ხარჯავდა, იმასაც დახარჯვა აღარ უნდა. ახლა ვიღაცა მოგცემ ჩვენს ფულსო და იმ ფულს გადავიხდი და იძახიან, გაიგე? და რო იძახი რომ ისაო რა ქვია იმას. რატო არ უგებ შოტლანდიის ნაკრებსო? შოტლანდიის ნაკრებში Manchester United ფეხბურთელი ზის გამზე 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს ღებულობს. 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს იცი რას ნიშნავს? ქართული ფეხბურთის დაწყება, ჩემპიონატის დამთავრება რა. ამას ელოდებათ. მე შემეუნები აქ რა ქვია, რატო ვერ მოუგებ შოტლანდიის ნაკრებს და რატო ვერ მოუგებ იმის ნაკრებს. აი ეს არის მთელი უბედურება ხალხო. თქვენი მე მაგას 5 წელი და გეუნებთ ხალხო. თქვენ იმას ფუნდამენტს მიაქციეთ ყურადღება ფუნდამენტს რომ სახლი რო გინდა დააშენოთ ხო იქ ფუნდამენტი უნდა ჩაიყაროს თქვენ მე მეუბნებით რა პენჰაუსი რატო არ არის გაკეთებულიო კარგად